როგორც ჩანს, ამდენიმე მუსლიმი თვითმფრინავიდან ძალიან საკამათო და რასისტული მოტივით ჩამოიყვანეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი ისე არ არის, როგორც გვიყვებიან. ისინი არა მხოლოდ რასიზმის ბარათს იყენებენ ხშირად, არამედ ამაზე ტყუილსაც ამბობენ. მაგრამ ჯერ რა მოხდა სინამდვილეში? ნახეთ ეს ვიდეო. ახლა გრან კანარიაზე ვარ. აი ეს არის ის, რითიც ისინი მიფრინავენ. 5 მუსლიმური სახელი რომ დაინახეს, გამოგვიყვანეს და გვაშორებენ რეისიდან. ახლა ბირმინგემში უნდა გავფრინდეთ. ყველაზე ცუდი შეფასება მისცეს ამ მტვრიან კომპანიას. შეხედეთ ამ ხალხს, შეხედეთ ამ 5 მუსლიმურ სახელს. 5 მუსლიმური სახელი. გინდათ რომ გაგვიშვათ. ბიჭებო, გულისხმობ, რომ ეს ძალიან რასისტულად და პრობლემატურად ჟღერს. ყველამ გაასაჩივრეთ ეს მტვრიანი კომპანია. არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დიდ ბრიტანეთში დავბრუნდეთ. ცდილობენ გვითხრან, რომ მიდიხართ West Midlands-ის რეისით და მერე ავტობუსით წაგიყვანთ ბოლომდე. ეს ვინმესთვის საერთოდ ლოგიკურია. სინამდვილეში ეხლა რო კითხულობ, საერთოდ არ აქვს აზრი. ცოტა ისე ჟღერს, თითქოს მთლიანი ამბავი სწორად არ გაქვს გაგებული, მაგრამ აშკარად უკვე დაიწყე ეს ვიდეო. 5 მუსლიმური სახელი ამოიღეს. ამიტომ ამასთან დაკავშირებული სკანდალი უზარმაზარი უნდა იყოს, ანუ რატო უნდა გაეკეთებინათ ეს? უბრალოდ იმიტომ, რომ სულთ ისინი, არა, რაღაც სხვა უნდა ხდებოდეს, გითხარით რა ხდება. 5 ადამიანი, მთელი რეისი, ყველა შედის, გარდა 5 მუსლიმური სახელისა. ყველამ გააკეთეთ საჩივარი ამ მტვრიან კომპანიაზე. მე უბრალოდ სახლში უნდა მივიდე, უნდა გავერიდო ამ მტვრიან ქვეყანას. გრან კანარია, ხომ? ეს არის რეისი, ეს არის თვითმფრინავი. შეგვიძლია უბრალოდ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ის ამბობს მტვრიანი კომპანია, თითქოს ეს რაღაც გამოთქმა, ეს რა არის საერთოდ? მე მაგალითად არ მომწონს, რამე უკეთესი გამოიყენე. შეხედეთ წერილს, რომელიც მოგცეს აქ. წაიკითხე ეს. სამწუხაროდ, თქვენი რეისი გადატვირთულია. ჩვენი პოლიტიკის მიხედვით ჩვენ რეისებზე არასდროს ვიღებთ დასაშვებზე მეტ ჯავშანს, მაგრამ მოულოდნელი ოპერაციული მიზეზების გამო, თქვენი რეისი მოგვიწია უფრო მცირე ტევადობის თვითმფრინავით გაგვეკეთებინა, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. რადგან თქვენი მგზავრობის გეგმები შეიცვალა, შემოგთავაზებთ არჩევანის მიხედვით, ან შეცვალოთ თქვენი ჯავშანი. ჩვენ მოვაწყობთ ტრანსპორტირებას, რომ მიგიყვანოთ თქვენ საცდის აეროპორტში, თუ გავიჩნდებათ რაიმე გონივრული ხარჯი საკვებსა და სასმელზე, ტრანსპორტზე, ან სასტუმროზე. თუ ეს უკვე არ არის უზრუნველყოფილი ჯეთ ორის მიერ, ან ამ ალტერნატიულ რეისში, ისინი შეიძლება ანეზღაურებადი იყოს. შეთვალეთ თქვენი ბლა. ეს ჩემთან სამდენჯერმე მომხდარა, რომ ჩაჯდები რეისზე და მე უწევთ შეცვლა. სად არის მტკიცებულება, რომ ეს რამე კავშირშია იმასთან, რომ ისინი მუსლიმები არიან? ეს მინდა ვიცოდე, უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელია. მაგრამ სწორედ ეს იციან, რომ შეუძლიათ გააკეთონ. ისინი იციან, რომ უბრალოდ შეუძლიათ რასიზმის კარტი გაათამაშონ და ყველაზე დიდი შიში, რასისტად შერაცხვის შიში. აიძულებს დაბნეულობაში ჩავარდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერანაირი მტკიცებულებით ვერ ამყარებენ. თუ ამ დოკუმენტს წავიკითხავთ, იქ არაფერია კონკრეტული. ეს ჩვეულებრივი რამეა, განსაკუთრებით თუ ბოლოს ჯავშნავ. ჩვენ არ ვიცით ნამდვილად ბოლოს ჯავშნავდნენ თუ არა, მაგრამ განსაკუთრებით თუ ახალდაც და მამაკაცი ხარ და ბევრს მოგზაურობ, ეს უბრალოდ ასე ხდება. და ეხლა როცა ვიცით, რომ სხვა ადამიანებიც იყვნენ ბრიტანელებიც, რომლებიც ასევე გააძევეს, ეს არაფერ შუაშია, მაგრამ მათ ათ შეუძლიათ თავის შეკავება, რადგან იციან, რომ ეს მათი გამარჯვების ბარათი იქნება და იციან, რომ ყურადღებას მიიპყრობენ და იციან, რომ ეს გაავრცელებს იმ ნარატივს, თითქოს ყველა სძულთ და ისინი მსხვერპლნი არიან. და რაც უფრო მეტად შეძლებენ მსხვერპლის როლის მორგებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2 მილიარდი არიან.